მეორე შვილის გაჩენაზე ფიქრობდით? ფიქრობდი, მაგრამ სამწუხაროდ არ შედგა, ვერ შედგა, იმიტომ რომ მომწყდა მოცელი. ეს როდის? ეს 95 წელს. პირველ მეუღლესთან. კი. სასწაული რაღაცა იყო მასზე რა ქვია, ბათუმის ტრუბადურებზე, ვიდექი კულისებში და ჩემი გვარი გამოაცხადეს და გადამჭრა რაღაცამ და მუცელი მომწყდა წარმოიდგინე. გავედი და ისე ვიმღერე. გრან-პრი ავი. ბევრჯერ გიმღერიათ, როცა გეტირებოდათ ან საერთოდ იყო ეგეთი მომენტი 90-იანი წლებია, ძალიან მაგარი გაჭირვებაში ვარ, საშინელში რომ სულ მომიკეტეს ყველანაირი კონცერტი და ყველაფერი და უკვე ანაკომის სუპებზე რომ ყავს გადაყვანილი ჩემი შვილი, იმასაც პოსლეს რო ეძახიან მაგაზე რო ვიღებ 20 თეთრიან სუპებს ნისიათ წარმოიდგინე და როდის გადავიხდი რო არ ვიცი ისე დონეზე გაჭირვებული მომენტი მქონდა და შემოთავაზება წამოვიდა ერთ-ერთი რესტორნიდან რომ 100 ლარსო დღეშიო გადავხდი თუ ესო კაი ოღონდ მეოთხარი მე ჩემი რეპერტუარი მაქვს და ჩემ რეპერტუარს ვიმღერებ მეთქი აქედან მქონდა 7 სიმღერა და უბრალოდ ოღონდ არ გამომაცხობთ რომ მე ამ რესტორნის მოწვეული ვარ მეოთხარი ვითომ თან მიტყდებოდა ხო და გემრიელი საჭმელები იყო, მაგრამ რესტორანი იყო ძალიან რაღაცნაირი რა, არ მინდა რაღაც სიტყვა ვთქვა. ხო, მაღალი დონის არ იყო. ხო, სცენაც კი რაღაცნაირი იყო, ძალიან ჭუჭყიანი. ხო და ესე რომ სცენაზე დავждებოდი და დავიწყებდი სიმღერას და თანცრემლები მომდიოდა ეს, იმიტომ რომ იქ ვიღაც გოჭის ბარკლით პირში იჯდა და არც მისმენდა ყაყანებდა რაღაცა ხა იმას ეშია აშბიჭო გეორგინო ყველაფერს ერჩიო ხა წარმოედგინე